გამშვიდობის აღარ. აი ესე გამოიყურება ხალხო ჩემი დასიებული სახე. ორი დღე გადაბმული ჭამის და ციკლის დროს ყველაფერი ერთად როცა გამშვიდობისა ყველას. ესე იგი დაკურები ხართ ეს 13 ივნისი. რაღაცნაირი როგორი დღე არის, რამდენი ტრაგედიები და რაღაცები ხდება ხოლმე. ესე იგი თავიდან არა მომდის ეს დღეები, სულ ვათვალიერებ TikTok-ზე და მე TikTok-ი სულ მაგას თავაზობს. აი ეს გონიოში სამი გოგორო დაიღუპა ავარიაში. რა უბედურება ხალხო, ვაიმე, რა საშინელება. აი სულ ბრაზობ ხოლმე, რო ჩაიქროლებს დასახლებულ პუნქტში 200-ით ადამიანი სულ ბრაზობ ხოლმე და რა საშინელება წარმოგიდგენიათ, ანუ სიცოცხლე დაკარგეს ადამიანებმა არაფრისთვის. ან იმ ბიჭმა როგორ უნდა იცოცხლოს, ვინც საჭესთან იჯდა, არ ვიცი, ღმერთო რა საშინელება. აი სრულიად შეძრული ვყავარ მაგას. სრულიად ეს დღეები. ახლა ბონიშთან უყარს ბროკოლის ჭამს. გინახიათ ეს ჯერ რაღაცა. დღეს და ხვალ და всё. ანდრიას გუშინ ფიზიკა წერეს. ხო და ხვალ დღეს 17-ია. ხო, 18-ში ისაა კიდე მათემატიკა. აბა შეიმჩიდე. ესე იგი ხალხო იქიდან თორნიკეს მე-11 კლასიდან გაძლიერებული ექნებათ ქართული და ისტორია, ახალი ის არის. არ ვიცი, სხვა საგნები როგორ იქნება, სხვა საგნებია ჩვეულებრივი. მე მეგონა რომ მაგალითად თუ გაძლიერებული გაქვს ქართული და ისტორია, ფიზიკა და მათემატიკა, შესუსტებული გაქვს, იმიტომ რომ არ სჭირდება. ხო და ვიკითხე და არა, ისინი ჩვეულებრივად ექნებათ და ეს კი გაძლიერებული ექნებათ. ხო და რავი, ეგრე თქვეს. არა ცუდი არ არის პირიქით, კაია, იმიტომ რომ ეგენი ის არის ჩასაბარებელი საგნებია, მაგრამ გათავდა მარილი მაგსაყიდელი ხალხო. ხო. რაღაცა რეფორმებია მოკლედ ამ სფეროში ახლა და რა ვიცი, ეროვნულები გაუქმდება თუ რა იქნება. არ ვიცი. მე მომიწია მეორე ეროვნულები. და აი ჩემ შვილებს კიდე უკვე გაუქმება მოუწევთ. მე ჩავყარა, მე ძალიან ტკბილია ხოლმე და თან ისას ტკბილი უნდა მივატანო და ძალიანაც არ მინდა იყოს. ასე. აი ის ჩემი ჭიქა მინდა. იქ არის არ გამომიტანია, ხო არ გამომიტანია. გამარჯობა ქალო. გამარჯობა ჩემო სილამაზე. გამარჯობა ჩემო სიყვარულო. გამარჯობა დედაშტაკუნი. გამარჯობა დედო. დედამ ყავა უნდა გაიკეთოს.
დიდი იყავა უნდა. ისე მოგევლოს დედა. თავი დამქნია კიო. როშინ ვიჩხუბეთ მე და ევამ. გამინაწყენდა. ესე იგი ვეუბნებოდი. ძახსა დაახტა ზემოდან მეთქი და მაგას რო ვეუბნებოდი სპეციალურად ვცდილობდა რომ ანუ მე გავებრაზე ვინ კი არ ხდებოდა ესე აწვებოდა ზემოდან. ხო და ძალიან გავუბრაზდი. სპეციალურად რატო აკეთებ მე ხო ისი პატარა არის მეთქი და შეიძლება ეთკინოს. ხო და ისე გამინაწყენდა. არა მინდა რომ აუცილებლად ეგ იცოდეს. მესმის რომ გული ადვილად ტკივა და ისიც მესმის რომ 6 წლამდე ბავშვს საერთოდ არ ესმის სიკვდილი რა არის და ვერ ხვდება რომ შეიძლება მთელ ძალას თუ გამოიყენებს სულაც მოკლას და ეს მოკლას რას ნიშნავს. მაგრამ უნდა იცოდეს რომ სხვასაც ტკივა და რო ეტყვიან გაიგოს. ოღონდ ეგ ესე კი არ უნდა მოხდეს რომ ცემოდა ასე გააგებინო. მაგრამ მე უნდა უთხრა და უნდა მიხვდეს რომ არ შეიძლება. მე საერთოდ არაფერში არ ვარ ხოლმე მკაცრი. მაგრამ აი ეს რაღაცები უნდა გაიგოს. უნდა ვუთხარი. და ვუთხარი კატეგორიულად და მთელი საღამო გუშინ ჩემზე გაბუტული იყო. არა უშავს. სუცარიელი ვარ. წყლისგან. ყალე მჭირდება. თუ ხელ ღამე თუ აღამიდა და ჭამე ტორტი რა ჯანტაბად მინდოდა. მითხარით ვინ? ვინმე ღამე. ისე გემრიელი იყო. მაგ ტორტს უხდება მაცივარი. მაცივრის გარეთ უქონდა არ იყო ისეთი გემრიელი. არა მე ხო ჩავდე მაცივარი, მე ღამე მაცივრიანით შევჭამე. წყალი არის არსობისა. ჩვენ წყლისგან შევდგებით ლამის და მეორეც ერთი იმას ვუყურებდი. რაღაცა ვიდეოს იქ თქვეს და ეგ არ ვიცოდი მე. ანუ ჩვენ ხო ვიცით რომ ჩვენი პლანეტის ფილტვები არის ტყეები და ხეები. და ნახევარი თუ ნახევარზე მეტი ჰაერი თურმე ოკეანეებიდან მოდის. ოკეანების წყალმცენარეებიდან. წარმოგიდგენიათ? და ნუ გარდა მაგისა კიდე რამდენი ქვეყნისთვის საკვების ძირითადი წყაროა. ასევე გადამზიდი და რა ვიცი, მოკლედ თან დიდი რესურსია წყალი. ხო და ამიტომ ვთვლი რომ არსობის არის წყალი. ასე ბონი რაღაცა ეჭვოდ გამოხვედი კაკაშკაკენი. ესე იგი მე რო შევჭამ მან ერთი ბავშვი აკეთებს კაკაშკას ან მეორე. კაკა ქნა ბონი? შეჭამა? რატო არ დამიძახე? ბონი შესაზიზღარო ცდძაღლო ნახევარი შეუჭამია უყურე ერთიება. შეძროხა. ძაღლი კი არა ძროხაც არ ვიცი რა ხარ. სულელი დებილი დეგენერატი. აბა ეხა იდეალური ხო არ ვიქნებოდიო ბონი. ეგ რო არ კონდეს იდეალურიც კი იქნებოდა. მაგრამ ერთი დიდი ნაკლი ხო უნდა გქონოდა. კერძოდ მძღნელი ჭამიოლა. ხომ ერთგორაზე ვაჭრებს. სად არის ჩემი გოგონა? ჩემი გოგონა მინდა. ევა მინდა. ევას უნდა ვაკოჩო.
ჩემი კოკოზე უნდა ვაგო. ჩემოსი ჩაჩალა. მიყვარხარ დიდი კუნი. ხა ჩემოსი. დიდა, გადი შემწყნარი ჭამია, გადი აქედან. მიყვარხარ. ჩემოსი ჩაჩალა. ჩემო პატარა. ჩემო ლამაზო. მიყვარხარ. I love you. Do you love me? გადი. დებილო ძაღლო შენ. აბა. აი მოხვიდი არა კოცო ბავშვს. დაკაშე, ფუ. მოვა. მოვა, ჩემოსი როცა ყველა. თავის სათამაშოებთან ერთად გამოვით. მე ჩემი ბაჭყატი, ჩემი ბაყაყი. ჩემი ყიყინა შოკოლადი. შოკოლადი. სანთი 10 წუთი. აი ამაზე გავგირდი ხალხო ისე მომეწონა. ამისთან აქაც რომელიც იყიდება, ვიყიდე და ვაფშე არა აქ ეს გემო. გუშინ გამომიგზავნა ეს შესანიშნავმა გოგომ, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს, გერმანიაში არის ექიმი და ქართველია. და ეს გამომიგზავნა და ესე იგი უგემრიელზე ყველასთვის იყო 3 ცალი და 2 რჩებოდა. ანუ ვიღაცასთვის 5 იყო და ეს 5 რა თქმა უნდა ევამ შეჭამა. არ ვიცი, საწოლში ნახე. საწოლში ვნახოთ. აბა რატომ საწოლში ყავდა ალბათ და იმიტომ. რა იყო ჩემი შოკოლადი გინდა? ჩემი შოკოლადი გინდა? გინდა მოგცე ერთი. ერთი ოღონდ, ორს არ მოგცემ. აი ამას მოგცემ, გინდა? აიღე, მინდი. ეს დედასია ოღონდ. ჩემი ბაყაყიჩე. ეს ზღვის ნიჟარაა, მე მგონი, არ ვიცი ზუსტად. შოკოლადის. კრაბისია, არ ვიცი, შეიძლება კრაბისია, აქ არ არის კატა. ოკეი. ეს არის 1,13 გრამი. ასე და მოდი პატარა ყვალიც მოვიჭრათ, ბარემ. იმიტომ ძალიან ჩავტკბილდები ახლა და ავტკბილდები რა. Все.
ჩემი ლამაზი გოგონა აქ არის? ჩემი სიყვარული აქ არის? არ ვიცი. სად ხარ ბრაუნ ფიშო? ვიცი, საწოლში იქნება ალბათ მაინც. თუ დაკარგა მე თავის სათამაშო მოსვენება არა აქვს და არც მე არ მაქვს რა თქმა უნდა. არ ვიცი. არ არის. ნეტო. გუშინ პროტესტის გამო იგასთან ერთად დაიძინა იქა სალაში. არა, კი დაიძინა, მე ვუთხარი და წამოდი მეთქი. დავწეთ საწოლში თქო და წამოვიდა, მაგრამ იქ იძინა. წავაყოთ. ტელეფონის დასადები. ჩემი სიყვარული, ჩემი სიხარული, დასაბაყაყუნა. არ ვიცი და ვერ ვნახე. ვერ ვიპოვე ბრაუნ ფიშოდე. არ ვიცი. სად წაიღე? მე პიპი გაიგე მანქანაში ქონდა გუში? იქ ხო არ დაგჭა ჩემს მანქანაში. ამოიტანე? სახში მოიყვანე? მანქანაში დაგჭა? ნახოთ მე. ეს არის ხაპარი. მოდი გამიგეთ საყურე. მოი? ნახე? შენ თუ არ გაიგეთ, ჯერ ესეთი ფრთხილი ბავშვია თვითონ პირდაპირ არ გაიგეთ. აი? ვინ არ გაიგეთო შენც? მოდი გაგეთო. ჩერიაო, is not real საყურეო. Okay. What now? ამოდი ეს გაიგეთე. საყურე. ოზე, აი აქ. მოდი, მაგათ ეგეწიო რა გაიგეთო, მოდი. მოდი. პეტარა ყური გაკ. მოდი. არ გეტყვება და ეს ჩერია. აი. რელამაზი საყურე. ხო, ნამდვილი საყურე არ არის. მაშინ ტკბილია, ყავაც ტკბილია, ეს ტკბილია. აი, it's okay. მე ასე ყო ხა დროს სწორად იცოდი? ვა. ანუ აბა ჩარი ჩემ მანქანაში შეიხედა. ევას სათამაშო გდია, ყავისფერი კატა. გასაღები ეგია, ბოს შეიხედა უკან. ფანჯრიდან შეიხედე. უკან საერთოდ იჯდა.
კურკა, კი, კურკა. კურკა გამოუყო. გადარურუ უნდა, კი. უჭამე ხა. შენ გადააგდე. ყველი და ყავათი ცოცხლპარიო. ყველას დიდი მადლობა მოლოთვისთვის. რასაყვარი ბონი ბოლო ვიდეოზე ბონი რო არ იმაზე გამეცინა. Very good კბესია. კურკა. წითელი. მე არ მაქვს. მე დედა ხო. წითელი კურკა არ ვარ ნამდვილად. მიქარი? ასე იგი ამოუტანია. ეს ტორტი კიდე აუშვებელი. 3 დიდი ნაჭერია. მე დღეს მაგის ჭამელი აღარ ვარ. გუშინ ჭამე 3ჯერ. ოღონდ ეგ ჩემებური დამთხელი თითის ქენაჭერი. მაგრამ მომკლა და დამანელა. ოჩა. იმებს აცლის კურკებს. მოდი აბა ხელები გვაჩვენე როგორი გაქვს. ჰა? ვაიმე ბონიჩკა. ცუკრანჩკა. სალფეტკე. ოჩა. კარგი გოგოა ევა. ხალხო. ისრაელში ვინც ხართ, როგორ ხართ? როგორ იქნებით, მაგრამ ანუ მინდა რომ მოგიკითხოთ და გისურვოთ მხნეობა, რომ მალე დამთავრდეს ეგ ყველაფერი. ევა მეც მომეცი პატარა ისა ამ ბონის თვალი უნდა მოვწმინდო, სალფეტკი. იქიდან მომაწოდე. მადლობა. ბონი შემხედა. იმიტომ რომ შეიღება ხედა. მახე ბონი თვალი. ხალხს მინდა რომ გისურვოთ გამძლეობა. კარგად ყოფნა, ძალიან რთულია. როცა იბომბება. ახლა კომენტარი შემხვდა. ჩემი საყვარელი მაყურებლის ჩამოსვლას ვაპირებდიო და ჩემს მოხუცთან ერთად თავშესაფარში დავდივარო, ანუ თავშესაფარში კი არა იმაში. რა ქვია? ბუნკერში. ხო, თავშესაფარი ქვია, მე მგონი. ანუ ბომბებისგან დამცავი თავშესაფარი. მე შემხვდა კიდე ვიდეოები, რომ ანუ საღამოს 7-ის მერე იქ ვართო და ანუ ხალხი არის ძალიან დასტრესილი. ხო და რა ვიცი, გისურვებთ კარგად ყოფნას ვიფასებ და მალე მორჩილი გიждები ხოლმე. ხო, ვიცი, მესმის, რომ
კიდე ზოგჯერ საჭიროა, აუცილებელია, სხვა გზა არ არის, მაგრამ არ ვიცი. საშინელება, ანუ ჩემს ბუნებას სრულად ეწინააღმდეგება ეს, რაც ცომი ქვია და ძალიან განვიცდი ხოლმე, როგორც რაღაცა ძალიან დიდ საშინელებას ეგრე. ხო. გუშინდელ ჩემს წასვლაზე მოგიყვებით. როგორც წავედით იქ ტორტის საყიდლად, იქით წავალ, იმიტომ რომ აქ ჩაურთავს ახლა ანდრეევას და ხმაური იქნება. მოლოცვის კომენტარებს არ ვკითხულობ ხოლმე, იმიტომ რომ ბევრია ხოლმე და ერთი სტილია ყველა. ამიტომ ყველას ძალიან დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. როგორებიც არ უნდა იყვნენ ჩვენი ახლობელი ადამიანები, ჩვენი ახლობელი ადამიანები არიან და ჩვენ გვინდა რომ ისინი კარგად იყვნენ, დიდხანს იყვნენ. ვცდილობთ, მე ხა მაგას ვაკეთებ, რომ მივიღოთ ისინი ისეთები როგორც არიან, ოღონდ ისე, რომ მათ ჩვენ არ დაგვაზიანონ. მოდი იქით წავიდეთ. ეს ნახე, იმას ჭამს. როკოს. დავიღოთ ყავა. საწოლი აღარ და დაიკიდა და მე აქ ცოტა ეხა მაგის გასწორებს თავი არა მაქვს მიზერება. ვერც დაინახავთ ისე დავიჯდები, მაგრამ მე ხო ვიცი. ჩემი მიზანი არ არის ხოლმე დაუმალო რაიმე. რაც მე ვიცი, რაც მე მეხება, რაც ჩემს მეტყველებს. ასე. ხო და ანუ ეგ არის რა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ანუ გამცალკევდეთ და ესე შორიდან ვიზრუნოთ როგორც შევძლებთ. ხო და ან კიდე შევძლოთ რამენაირად ვისწავლოთ ის, რომ არც გამცალკევდეთ, ოღონდ იმის ხარჯზე კი არა, რომ ჩვენ გავნადგურდეთ. არამედ იმის ხარჯზე, რომ ვისწავლეთ, როგორ არ მივცეთ უფლება ჩვენი განადგურების. ეს შეიძლება ჩანდეს რაღაც არც ისე ლამაზად, მაგრამ რეალურად ყველასთვის უფრო სასარგებლო ეს არის ჯამში. იმ ადამიანისთვისაც, რომელიც თავის ახლობელს ანადგურებს ჯამში ამას გრძნობს და უფრო ცუდად არის ფონურად და როცა ამას ვერ აკეთებს, კი ცუდად არის, იმიტომ რომ ვერ აკეთებს და თვითონ ვერ ივსებს იმას, რაც უნდა ივსებდეს, მაგრამ მორალურად ჯამში კარგად არის, იმიტომ რომ იცის, რომ არავის არ ანადგურებს, ხო ხდებით? ჯამში მორალურად ბევრად უფრო უკეთესად არის. ხო და სიყვარულიც ჩემი აზრით ეგ არის, რომ არ მიტოვება, არ დანებება და იმის მიხედვით შესაფერისობა, როგორიც არის. ანუ ისე რა თქმა უნდა, რომ შენ არ დაზარალდა, ეს პირველადია. იმიტომ რომ როცა შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ხედავს ამას და რომელიც ამ სიტუაციაზე მუშაობს და მარტო შენ ხარ ეს, ანუ მთელი პასუხისგებლობა შენზეა. და ანუ შენ უნდა იზრუნო იმაზე, რომ შენ არ უნდა დაზიანდა, იმიტომ რომ შენ თუ დაზიანდი და წყობიდან გამოხვედი, ვერავინ ვეღარ იმუშავებს ამ ყველაფერზე და ყველაფერი წყალში ჩაიყრება. შესაბამისად, პირველადი ეგ არის, რომ შეინარჩუნო შენი კარგად ყოფნა და უსაფრთხო, ასე ვთქვათ, დისტანცია, ხო, სადაც შენ კარგად ხარ. და მე ყველაფერი უკვე შესაძლებელია. წლები დამჭირდა და რა თქმა უნდა მარტო ვერ გავაკეთე. დახმარებაც დამჭირდა ფსიქოლოგიური, მაგრამ ანუ იმ ხელა შედეგი აქვს, რომ აი არ ვიცი, ესეთი წყნარი და მშვიდი არასოდეს ყოფილა დაბადების დღე. უცრემლო, უყვირალი, საკუთარს ვიზახი. სულ ტიროდა, სულ ჩხუბობდა, სულ გარბოდა, სულ რა ვიცი და ეხლა იყო ყველაზე მშვიდი, ყველაზე წყნარი, ყველაზე აი რავი ნორმალური რა, ახლა უცხო ადამიანს რო შემოეხედა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ თუ მაგალითად უნდა ჩარშვან სხვა სიტუაცია იყო.
ხო. ასე რომ ნელა სტაბილურად თავარი არ დავნებდეთ და ყველაფერი გამოვა. ყველაფერი გამოვა ჩემო ძვირფასებო. ეხა მოგიყვებით ტორტის საღირლად რო წავედით გუშინ. ამას, ანუ მაგის გადაღებული ფრაგმენტები და იმ ფრაგმენტებს ჩაგისვავთ, ხო და იმ ფრაგმენტების მერე ჩავსვავ აი ამ ვიდეოს ეხა რომ მოგიყვებით.